რაღაც მეორე წელიწადს, მესამე წელიწადს უკვე ძალიან კარგად ვიგრძნობთ ყველაფერს. მე ვამბობდი მუდამ და მინდა გავემეორო დღესაც, რომ პირველ რიგში წამოვლენ ჩვენი თანამემამულენი, რომლებმაც მოახერხეს და წარმატებას მიაღწიეს საზღვარგარეთ. ესეთი მოვითვალეთ ჩვენ 1000-ზე მეტი მილიონთან ახლოს, ვისაც გააჩნია ფული, ალა მილიარდერი თქვა და ძალიან მდიდარი რის აუცილებლობაც არ არის. საქართველოში უნდა გაიხსნას მცირე და საშუალო საწარმოები და ეს უნდა იყოს ბევრი, ასობით და ათასობით. აი მაშინ შეიძლება ჩვენ დავასაქმოთ ჩვენი ხალხი. 1000-ზე მეტი ქართველი მოვითვალეთ მე და ჩემ ახლობლებმა სამეგობრომ მარტო რუსეთსა და უკრაინა და ბელორუსიაში, რომლებსაც მილიონთან ახლოს ფული გააჩნიათ. ან რამდენიმე მილიონი, ან მილიონზე ოდნავ ნაკლები. აი ეს ხალხი წამოვა პირველ რიგში და ამ ხალხთან ერთად მინდა მოიხსენიო მე, როგორც ჩვენი თანამემამულენი, როგორც თქვენი თანამემამულენი, ის 2000 ებრაელური ოჯახი, რომელიც ონში არსებობდა და დღეს მხოლოდ 5 ოჯახი შემორჩა. და უნიკალურ სინაგოგას იცავენ მსოფლიოში, მე მგონი მეორეა თავისი უნიკალობით და თავისი ასაკით. და მე მინდა გავჩერდე განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებზე, ისტორიულად ჩვენს ყველაზე ახლობელ და მეგობრულ ერზე, ებრაელებზე. ქართველებთან ერთად წამოვლენ აქ ცხოვრები, რა თქმა უნდა, ებრაელები.